კოლხობა საერთო სახალხო დღესასწაულის დატვირთვას იძენს. უცვლელ ადგილას სარფში განსხვავებული დეკორაციითა და ახალი იდეით კოლხობა 2011 წლის 13 აგვისტოს აიღებს. გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტები. როგორ ემზადებიან დღესასწაულისთვის, რუსუდან აბაშიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. რუსუდან, კიდევ რით იქნება გამორჩეული წლევანდელი კოლხობა? წლევანდელი კოლხობა განსაკუთრებული რამდენიმე ფაქტის გამო იქნება. ნინო, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველად ამ ღონისძიების არსებობის ისტორიაში კოლხობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნიტარესი ილია მეორე დაესწრება. გარდა ამისა, გაზრდილია მონაწილეთა გეოგრაფია და ღონისძიების შინაარსობრივი დატვირთვა, თუ აქამდე თეატრალური სცენარის მთავარი სიმბოლოები არგონავტების მის და მეფე აიეტს უკავშირდებოდა. წელს ღონისძიების კულმინაცია კოლხის დაბადების სიმბოლური სცენა იქნება. სცენარის ავტორების სურვილია ყვავილის გულში დაბადებული კოლხი ამ დღესასწაულის ახალი სახე გახდეს და ამით ერთგვარად დაიფსხვრეს აქამდე არსებული სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოს კოლხობა ვიწრო ლაზური ზეიმია, არის არა ვიწრო ლაზური ზეიმი, არამედ ისტორიულ კოლხეთის ტერიტორიაზე ცხოვრები ყველა ქართველის დიდი დღესასწაული. სადაკვანი ახაკვანი უფრო მე შემდეგი ხო არის ყვავილი. ეროვნულ კიდე კალათაა ის საქართველოს ბავშვის საძინება და რაღაც, მაგრამ მაგით კიდე უფრო ზემოთ თანამედროვე სამედიოდა და ვარჩიეთ უბრალოდ ყვავილში. სიმბოლური ყვავილის გვირგვინი მხატვარმა გიორგი გოგიტიძემ სპეციალურად კოლხობისთვის შექმნა. წლევანდელი დღესასწაულის იდეური დატვირთვა სწორედ მასზე მოდის. შინდისფერი ყვავილის სცენარის მიხედვით მოულოდნელად გაიშლება და მის შუაგულში ჩვილის სიმბოლო გაჩნდება. კოლხის დაბადების ინსცენირება ზღვის და მეთევზეების გარემოცვაში მოხდება. ძირითადი სცენის დეკორატიული ფონიც მხატვარმა ლაზური მოტივების მიხედვით მოამზადა. ვცდილობ სულ სხვადასხვანაირი იყოს, ახლებურად იყოს. ამ შემთხვევაში მაგალითად ორნამენტებით გადავწყვიტე რა, ზღვის ორნამენტი, ბაზის ორნამენტი. ორნამენტებით არის გადავწყვეტილი ეს დეკორაცია. მასშტაბურია ისე, ყველასთან შედარებით მასიურია უფრო. რაც გამიკეთებია, ეს წელს უფრო მასიური გავაკეთე. კოლხის დაბადება სახალხო დღესასწაულის გამორჩეული სანახაობაა, თუმცა მთავარი ინტრიგა სცენარის ავტორების აზრით დღესასწაულის განზოგადების მცდელობაშია. კოლხობა უნდა გასცეს ლაზური ზეიმის ჩარჩოებს, როგორც აქამდე იყო მიჩნეული და მან ისტორიულ კოლხეთის საერთო სახალხო დღესასწაულის ფუნქცია უნდა შეიძინოს. ყოველ წელიწად ისე ტარდებოდა, რომ გამოდიოდა თითქოს და ეს იყო ლაზური დღესასწაული კოლხობა და ჩვენ ახლა უკვე მიზნად ჩავდებით, რომ ეს არის მთლიანად კოლხეთის ტერიტორიის დღესასწაული და ამიტომ დავიწყეთ ასე კოლხის დაბადება და ალბათ ასე გაგრძელდება. კოლხობის ჩატარების ადგილი წელსაც უცვლელია. სარფში ზღვის სანაპიროზე უკვე განსაზღვრულია ტერიტორია, სადაც მთავარი სცენა უნდა დამონტაჟდეს. სანახაობა რომ უფრო შთამბეჭდავი იყოს, გაბიონებზე კოლორიტული ბანერები განთავსდება. დამონტაჟდება ფერადი განათება, რომლითაც საღამოს დაგეგმილი მთავარი ღონისძიება გაფორმდება. მეთევზეების ახალი სიმღერა ანსამბლმა 10 წელმა სპეციალურად კოლხობისთვის დაამუშავა. ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ვოკალური ჯგუფის წევრებმა რეპერტუარში ძირითადად ის საკონცერტო ნომრები შეიტანეს, რომლებიც კოლხური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ფართო საზოგადოება მათ არ იცნობს. ძირითადად არის ლაზურ თემატიკაზე, ეს არის ბადეები, ნავები, რა ვიცი, ეს მათთვისაც არის დამახასიათებელი. აი ვცდილობთ, რომ თემატიკა იყოს ისეთი, არის ლაზი მეთევზის სიმღერა. აი სადაც ჩვენ ცეკვით მოძრაობთ და გამოვხატავთ ისეთ პატარა ხელების მოძრაობით ნავს და ბადეს. სპეციალური პროგრამა აქვს მომზადებული ქედის და მაჭახლის ფოლკლორულ ანსამბლებსაც. კოლხობაზე შედგება ბაიერ შაჰინის ახალი სიმღერების პრემიერაც. 8 თვის განმავლობაში მომღერალმა სპეციალურად კოლხობისთვის 3 ახალი მელოდია მოამზადა. შეასრულებს იმ სიმღერებსაც, რომლებიც ბაიერ შაჰინის ახალ ალბომში შევიდა. ერთი სიმღერა იქნება ჩემო ბათუმო და ერთი სიმღერა იქნება, რომ ვარგაშპურნას სარფში ლაზური ხალხური მუსიკა არის, ეს უძველესი ძალიან ძველი მუსიკა და აქ არის იაშა თანდილოვას ტექსტი. დავადე მე ამ მუსიკას და არანჟირება გავუკეთეთ და ვიმღერე ჩემ ბოლო ალბომში. ბაიერ შაჰინის გარდა წლევანდელ კოლხობაზე იმღერებს ლელა წორწუმიაც. ქართული ესტრადის მომღერლები დღესასწაულზე აჭარის მთავრობამ სპეციალურად მოიწვია.
წელს კოლხობის სახალხო დღესასწაული კიდევ უფრო რომ სანახაობრივად მრავალფეროვანი და მიმზიდველი იყოს ჩაერთო აჭარის მთავრობაც, რომლის მხარდაჭერითა და მოწვევით მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო კონცერტში ყველასათვის საყვარელი საესტრადო მომღერლები ლელა წურწუმია და ბაიარ შახინი. პროგრამის მიხედვით სარფში ზღვის სანაპიროზე ტრადიციულად ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინება. მოიწყობა სპორტული შეჯიბრებებით. კონცერტის დასრულების შემდეგ ზღვაზე ანთებულ ფარნებს გაუშვებენ და იქნება დიდი ფოიერვერკიც. კოლხობა სარფში 13 აგვისტოს გაიმართება. მთავარი ღონისძიება პლაჟზე დამონტაჟებულ სცენასთან საღამოს 8 საათზე დაიწყება, თუმცა პროგრამის მიხედვით დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტული ღონისძიება და რაც მთავარია ეთნოგრაფიული და ხალხური ეწვის ნიმუშების გამოფენა.